ყველაფერს არ განახებთ, მურჩის, რა ინფორმაციაც მომეწოდა. დავწერე, ისე მიხარია ღმერთი ჭირდება, ანუ ზოგჯერ რასაც ვწერ, იმას ვერ ვეწევი ხოლმე. მე გონით, იმიტომ რომ რაც ოდნაც აი ნათქვამი ხო არის, რომ მასწავლებელი სწავლობს სწავლებით. აი ეს აბა გაიაზრეთ, ეს კი მასწავლებელი სწავლობს სწავლებით, რაც ნიშნავს, რომ ასწავლი უფრო კარგად სწავლობ. იმიტომ რომ რაც ოდნაც არის შენში, რო იღვიძებს და გააზიარებ, აი მაშინ აკვირდებ იმას, რაცაც აზიარებ და სწავლობ რეალურად შენც. და ეს ჩემი აღქმით ასე არის, მე ვარ ასე. ესე იგი, რაც ოდნაც იღვიძებს, აი ეს არ წამიკითხავს. აი დამიჯერეთ არსად არ წამი ჩემ ავატარს ამ ხელა ცოდნა არა აქვს. მე რასაც ყველაფერს გეუბნებით, ეს არის გაღვიძებული ცოდნა. ეს არის ტკივილის უპირობოდ გარდაქმნის დროს მიღებული, აღმოცენებული, გაღვიძებული ცოდნა. ყველაფერი დავწერე, აი ამ წიგნში იწერებო, წერ ამ წიგნში. მადლობა დედას, დემენცის რელამასი ამ ყველაფრისთვის და ეხლა ქალების შესახებ საოცარი ინფორმაცია მომაწოდა. ინფორმაცია, რომელიც დაწვეს, განადგურეს, ჩაკეტეს, რა არ გააკეთეს, ქრისტესთან ერთად დამარხეს. მაგრამ რა ვერ გაითვალისწინეს, იცით? ის რომ არ არსებობს ცოდნა, რომელიც ჩვენში არ არის, ჩვენ არ უნდა ვსწავლობდეთ, ჩვენ უნდა ვაღვიძებდეთ ცოდნას, რას უნდა ვსწავლობდეთ, რა ტყუილად ვსწავლობთ სკოლებში, უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. არასწორად ვსწავლობთ, უბრალოდ ყველა არასწორად. რეალური ცოდნა ჩვენში არის. აი ამ ცოდნის გაღვიძების ხელშეწყობა უნდა ხდებოდეს. და რაც არ უნდა დამარხო ქრისტესთან ერთად, ქრისტე ყოველთვის გაიღვიძებს ადამიანში, იმიტომ რომ ცოდნა და ღმერთი ყველა თქვენგანშია. უბრალოდ განთავისუფლებით, ანუ ის გზებით, რომელიც მე გავიარე, ეს წიგნი არის ბავშვურ ტრამვაზე, დიდ ტკივილზე. მაგრამ მარტო ტკივილზე არ არის, ყველა გიზიარებ ტკივილს და მე ვხსნი რა რატო მოხდა, კითხვები რომლებიც დგას, რატო კვდება ის, რატო გამაუპატიურებს ამან, ესე რატო მომექცა, ეს კითხვები როდესაც პედოფილია რატო დამემართა, ეს კითხვები რომელიც მქონდა, გავიარე, ანუ ვიცხოვრე, ყველაფერი რაც არის აქ სიბრძნე, ეს მე ვიცხოვრე, ვისწავლე, კითხვები მქონდა თქვენსავით, გავეცი პასუხი. და გამთავისუფლდი და მივიღე და გარდაქმენი უპირობო სიყვარულად. ანუ აი ამაზე არის ეს წიგნი და დაგეხმარებათ, ვიცი, ყველაზე იცით რა ნეგატიური ვიყავი. ყველაზე ნეგატიურ მკითხველსაც ადამიანსაც კი გახდის ყველაზე პოზიტიურად. სიცოცხლის აზრს გაგიჩენთ, мотиваციას მოგცემთ არდანებების. რომ მიხვდებით რომ მე თუ გამომივიდა თქვენს გამოგივათ. აი ამაზე არის ეს წიგნი. ზევით არ განახებთ რა წერია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველაფერს ეს ამონარიდები არა მთლიანად უნდა გაიგოთ. რა გავიარე? რატო გავიარე? როგორ გავიარე? რატო ხდებოდა, როგორ ხდებოდა, რისთვის ხდებოდა? და რა ვისწავლე და რაც ვისწავლე, ამან რა გააღვიძა? დამალული ცოდნა გააღვიძა, რომელიც აი ახლა არ ვიცი რომ ვინმეს დაეწერა ჯერ და ამიტომ გამომცემლობებს ვეუბნები, დამინახეთ, მე არა ეს თქვენია. ეს ცოდნა ყველაში არის. სანამ სხვაში გაიღვიძა და სხვამ გადმოსცა, შეუწყოთ ამ წიგნს ხელი, ნუ გეშინიათ იმის გამო რომ ბატონმა გიორგი კეკელიძემ მითხრა რომ იმის გამო რომ ნუ ახალი ხარო, ეშინიათო და ხელს ვერ კიდემ, ნუ გეშინიათ, შიშზე წერ. ოღონდ სხვა კუთხით ისე რომ არც დაწერილა. მიხვდები ძალიან ბევრ რამეს საოცრებები იწერება. მე თვითონაც ვერ ვეწევი იმას, რასაც წერ. აი ხო უნდა ვიფიქრო რა დავწერე. მე ვწერ გათიშვილი გონებით, ეს ინფორმაცია იღვიძებს, მე არ ვიცი, აი ამაში არ ვიცი. ინტუიციურად ვწერ. აი ეს გახლავთ ჭეშმარიტი ცოდნა და გზებს განახებთ, როგორ გააღვიძოთ ეს მაგია, ეს ჭეშმარიტება თქვენში. ქალებო, კალღმერთებო, კაცებო, კაცღმერთებო, გიზნე. და გამომცემლობებს მივმართავთ, ნუ გეშინიათ, დაინახეთ ეს წიგნი. ამ წიგნს ვერ დაინახავს ბოდიში დედა, ტკივილში მყოფი და წარსულში მყოფი ადამიანი, მაგრამ მიეცით შანსი სხვებს, ქართველებისთვის დაიწერა. მე მივიტან აქ გამომცემლობებთან და მე ეს ცოდნა თქვენი აღარ იქნება, ამათი იქნება. ქართველი ვარ და ქართველთათვის წერ.
კარგი. დაწყება. იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან დაეხმარებათ, იმიტომ რომ ძალიან დამეხმარა მე ჩემთვის ტკივილისთვის არ მომხდარა ჩემ ცხოვრებაში. ტკივილის სწავლისთვის მოხდა, რომ თქვენ გაგიადვილდეთ გზა. შენ უნდა გაგიარგერდეს. და მე გამიადვილდეს გზა. უპირობო სიყვარულის საუკეთესო მასწავლებელი მყავს დედა და დემენცია და ამას გასწავლით არა გახსენებთ ვერავინ ვერაფერს ვერ გვასწავლის მასწავლებლები თავად ვართ ცოდნა ჩვენშია რას ვსწავლობთ გავაღვიძოთ და აი გაღვიძების გზები აქ არის ამ წიგნში ამიტომ გამომცემლობებო ნუ გეშინიათ გამოდით ეგოდან და დაეხმარეთ ქართულთათვის გულანთებული ვწერ უპირობო სიყვარულით ვწერ ჩემთვის კი არა ხალხთათვის ადამიანთათვის მე ვიქცილი რაც გავიარე ყველაფერი გაკეთებული მარტო ჩემი კი არა მარტო თქვენია კი არა თქვენი გაკეთებულია თქვენი მიყვარხართ მე თქვენ უპირობოდ მიყვარხართ რა მომიხარდი? ნუ დირა ჩვენ